სახელთა მამისათა და დისათა სულსაც მიდისათა. დღეს ეკლესია იხსენებს ეს ეწოდება განდევნა ადამიანის 64-დანო. ნუ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პირდაპირ გავგებით ახლა რომ გააგდო უფალმა. თუ ყურადღებით თქვენ დაიკითხავთ ბიბლიაში ამ ადგილს იქ ორჯერ არის ნათქვამი, რომ გაიყვანაო და მე გააგდო, გააძევაო. ესე ორნაირად არის შეფასებული. რა უფალმა არაპატია, უფალმა შეიწყალა, უფალი ეს მრისხანია, თუ არა. ადამმა არ შეინანა და თავის მართლება დაიწყო და გადამბრალება. დედაკაცი შენ მომეცი შენ და დედაკაცი მე ვარ სხერპერი. აი ეს უკვე ნიშნავს, რომ სინანული არ ქონდა და შენდობა არ უთხოვია. აქ დააბრალა, შენ არ მომეციო, მე რა შუაში ვარო და რა რისის მისცა ღმერთმა. ხო? უთხრა დაამუშავე სამ და დაიცავიო და უთხრა იმ ხის ნაყოფი არ ჭამო. და დაცვა ამ 64-ისა გულისხმობდა, რომ არ უნდა ეჭამა ის ნაყოფი. ანუ ღვთის კურთხევა არ უნდა დაერღვია. ნუ გამართლება, რომ დედაკაცო მოიტანა, მე ვჭამე და რა ვქნავე. ხა და რომ მოგიტანა უცხო რაღაცა ხილი, შენ რატო არ კითხე, საიდან არის ეს ხილი? ეგ მე არ ვიცი რა ხილია. და სიფხიზი არ გამოიჩინა. ასე ჩვენ ცხოვრებაში სასტური მოდის და სულ სიფხიზის არ გამოვიჩენთ. ნუ შევცდებით და მე ვაბრალეთ ვიღაცას. იმანო, ამანო, იმიტომ, ამიტომო და ვიტყვი თავის მართლებას და გადაბრალებას ხოს. და უფალმა მისცა კურთხევა. ნუ რადგან შენ ამ წალკოც ამ 60-იან ბაღს არ მოუვარე, ანუ მიიღე ის ნაყოფი, რომ მიიღო და შეიცვალა შენი ხედვა. იქ პირდაპირ როდესაც დედაკაცმა გემოგაშინჯა, მოწყვიტა და გაშინჯა, ხო, მას თვალები აეხილაო. და რა, აქამდე დახუჭული ქონდა თვალები? არა, მანამდე ღვთის მადლით ხედავდა ნათელში ყველაფერს, ჰარმონიაში, სიყვარულში, ჭეშმარიტებაში და სიწმინდეში, გულის სიწმინდეში და გონების სიწმინდეში. როგორც კი მან მიიღო ეს, ანუ გადალახა ღვთის სიტყვა და არღვია, კურთხევა, თვალები აეხილა, სხვანაირი თვალები აეხილა, ის ხედვა სულიერი გაქრა და გახდა მიწიერი ხედვა. და ასე მას სამყარო არ დაუნახავს და გაუცდა, თურმე სხვანაირი ყოფილაო. ის კი არ ინანა, რომ ის ხედვა დავკარგეო. არა, ეს ახალი და გაჩნდა ცნობის მოყარეობა მაშინ. და მამაკაცად მივიდა და ეგ ამანაც სხვა თვალი დაინახოს და მიხვდეს, რომ რა ლამაზი ეს ქვეყანაო. და ნათელი უფრთხილვალესია, მაგრამ მოიდომა სხვა. ასე აი ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა სიახლეს ვეძებთ, რაღაცა არ მოგწონს. ცხადია, ეს ქვეყანა ბოროტებას და დევს და უამრავი ცოდა ტრიალებს, უსამართლობა ტრიალებს და ვერ ნახავ იდეალურ სამართალს. ვერ ნახავ, სადაც ადამიანი იქცოდა აუცილებლად იქნება. ჯერ მის გულში გონებაში, მერე მის საქმეებში და მერე გადაედება სხვასაც. ანუ გამოსავალი ერთადერთი არის, რომ ვეცადოთ აღვიდგინოთ ის სულიერი ხედვა. და რადგან ადამიანს და დედაკაცს ევას შეიცვალა ხედვა, მათთვის უკვე 64 აღარ იყო 64.
მათ დაკარგეს ეს სამოთხე, როდესაც თავი იმართლეს, ერთმანეთს გადაამბრალეს, უფალს დაამბრალეს, ანუ სინანული აღარ ჰქონდათ. და ანუ სინანულის გარეშე საშუქებაში დაბრუნება შეუძლებელია. თუ განსა თვისაც არა გაქვს, შენ ისე მიწიათ ხედავ ყველაფერს და მაშინ ვერ ბრუნდები სამოთხეში. და უფალი ეუბნება თან ნახავთ თქვენ ლუკას ახალებაში, რომ საშუქებელი ღვთისა თქვენ შორის არსო. ჩვენ ვერ ხედავთ მას, რატო? ჩვენ სხვა თვალით ვიხედებით, არა სულიერი თვალით. და სულ თვალით როგორ დავინახო? ღვთის სიტყვიდან. მაგრამ მე ვიტყვი და კი აი თქვა მე გამოსწორდი. მე არ ვიქცევი და გარშემო მომდეი ბოროტე უტრიალებსო. რა ვქნა მე თავი ხუნდა დავისო და რა ბოროტებს უპასხო? სიცოცხლე უპასხო? ნაკნო. ჯერეთი თუ განსა თვისაც ცოდათა, მაშინ შენ ცოდებს შინავს უნდა აბრალებ. ღვთისაში შენდობა ითხოვე. და თუ შენთვის შენდობა ითხოვე, ხო? მაშინ იმათგანაც ითხოვე შენდობა ადამიანებისგან. თუმცა იტყვი, მე არაფერი შემიცოდავს იმათანო. ეგ შენ გონია რომ არ შეგიცოდავს. იმათ კითხე, რაღაცა დაგაბრალებ ნაუცებად. შენ მაშინ რომ ესე მითხარი, შენ რომ ესე ცუდად გაგიღიმა, შენ რომ რაღაცა მიმანიშნე, დაიწყება გამოძიება. ესა ჭაობი, რომელშიც არ უნდა ჩაერთოს ადამიანი. აიტო შენდობა თხოვე და დამთავრდა. იმანგან უეტოვები. იმას თუ სინამდვილე არ აქვს, თვისაც თუ განცდა არ აქვს, შენ იმისგან შენდობას მიელოდები. აი ეს არის დღე, როდესაც უფალი ჩვენ კიდევ ერთხელ ეკლესიის სახელით მოგვიწოდებს სწორ გზაზე, რომ მარხვის დღეები იწყება და იწყება რითი? ურთიერთშენდობით იწყება. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა სამოთხე ჩვენში აღვადგინოთ, მშვიდობა ჩვენში რომ იყოს. ანუ ჩვენ გულში და გონებაში. ბოროტებას კი არ გავამართლებთ. ბოროტებას არ მივიღებთ. აი გარე. და დაგვიდით რომ რა არის მიზეზი, რატომ მე შენდობას ვერ თხოვა? ნუ ის ესეთი მე რატო იმან არ ვთხოვ და მე რატო ვთხოვო შენდობაო? იმან არ ვთხოვ, ეს იმის საქმეა და შენ რატო არ ითხოვ? რატო ყველაფერში მართალი ხარ? მაგრამ ღვთისწინაშე ითხოვე შენდობა, როგორც მეზვერემ მილხინმე ცოდულს ამას. ის ხო რიძახის რომ აი მეზვერეს ფარისეულის მიპატიებიაო, ზევიდან რომ იყურებსო. არა, პირველი თხოვნა იყო მილხინმე ცოდულს ამას. ეთონ ღვთისწინაშე დავინახოთ ჩვენი თავი პირველ რიგში. და ღვთისგან ითხოვთ შენდობა. და თუ მივიღეთ შენდობა, და როგორ მივიღებ ამ შენდობას? ისე ცოდებს განცდით, რომ არა ვარ მართალი. ღვთისწინაშე. თუ ღვთისწინაშე ვარ მართალი, მაშინ ადამიანის წინაშეც ვერ ვიქნებ მართალი. მაშინ მე გზას მიხსის, რომ თქო შენდობას ხვებს. აი ეს არის საოცარი, სულიერი ცხოვრების ლოგიკა არის. და ჩვენ გვიჭირს ამ ლოგიკით ცხოვრება, რატო? ამ პარტავნების, პატივმოყვარეების და ასე უამრავი კიდე რაღაცების, რასაც ჩვენ არ ვინანიებ, ვერ ხედავთ ჩვენ თავში. ამიტომ დღეს ეკლესია მანამდე ხო გამზადებდა, იყო ზაქეს კვირა, მეზვერე და ფარისეულის კვირა, ოდიშვილის კვირა, მოვიდით დღემდე და ყოველთვის განიშნებდა, რომ შეინანეთ ერთ მოახლის სათა. ეგ გვიახლოვდება საშუალო სათა და დიდი მარხვის გზით საშუალო სათა უფალი. მისი ჯვარცენოკლით აღდგომა და ზეთ ამაღლება და ეს მარჯვენა ქრისტე მამისა. ეს გზა საკუთრებისაკენ. და ჩვენ ეს გზა ჩვენ უნდა გავიაროთ. ამ გზის დასაწყისად გავართ ჩვენ. ჩვენ ყოველდღე ვდგებთ ამ გზის დასაწყისში. თენ ცხოვრების მანძილზე ვდგებთ ამ გზის დასაწყისში, მაგრამ ეკლესია გვახსენებს, რომ ამ დასაწყისიდან დაიძარე გადადგეთ ამდენი ნაბიჯი კიდე უფლისაკენ. რომ მადლი სულსატვისა იყო თქვენზე და მეთა დაგუცოთ, გახარო თქვენ და დღეს საღამოს 5 საათზე დაიწყო მწუხრის ლოცვა
მას მოებნება შენდობის წესი. ეს წესი ვამბობთ შენდობის წესი არის. ეს არის თხოვნა შენდობისა ყველასგან. პირველი შემიდგან მიწყებთ და საღამოსო დით და ეხლა შენდობას თხოვთ შემი.